გამოტოვოთ კატოს საღამოები რადიო იმედზე. საღამომშვიდობის რადიო იმედის ეთერში გადაცემა კატოს საღამოების ეთერის სტუდიაში მუშაობთ მე კატე და ხმის რეჟისორი ნინო ეჩხიკიძე, სტუმრად კი გვეწვია მარი გვახარია, რესტავრატორი, კულტურის კვლევარი, მხატვარი და ნუცას დედა. მარი საღამომშვიდობის. საღამომშვიდობის. ნუცას ჩვენ მოგვიანებით ველაპარაკოთ, მე ნუცაზე რომელიც არის აპირებს რომ გახდეს ამ პეპელა ან რაღაც მსგავსი და არა მხატვარი. მაგრამ მანამდე ეს არის ის რომ სოციალურ ქსელში გავრცელებული ძალიან საინტერესო და კარგი პროექტი პიროს მანეტ შენ როგორც ხალისებ. მაგრამ გარდა ამისა შენ გაქვს კიდე ძალიან საინტერესო ნამუშევრები გლოტრეკის გოგოსაც მოვკარი მე თვალი და ნუ მაინც უფრო პიროსმანი იქნა ატაცებული ალბათ უფრო ნაცნობი ჩვენთვის მაგრამ პიროსმანის გარდა ასე შენ გაქვს საუზმე ბალახზე რომელიც ბოსხთან გადაიტანა ხო ასე რომ ძალიან ბევრი რამ ბიჰანსზე შეიძლება ამ ყველაფრის დათვალიერება ვისაც დაინტერესებს და რაც შეეხება იმას, რომ რა გველის ახლო მომავალში, მოდი დავიწყოთ იმ და რა ხდება დღეს ჩვენს თავს და რა გველის ახლო მომავალში და მე ეს ნელ-ნელა გავაგრძელოთ, როგორც მე ნუცას თუ შემოგვიერთდება. ნუცას ალბათ უკვე წინა. ой, ხო, ამ დროს წინა 5 წლის გოგონებს როგორც წესი. და დღეისათვის მუშაობ ტელევიზიაში, ძირითადად ჩემს საქმეში მოიფარგლება ამით. და ვემზადებ გამოფენისთვის ნოემბრის ბოლოს იქნება ირინა პოპიაშვილის და გვავერძის window project-ი რაც არის გაკეთებული. ერთ-ერთ ვიტრინაში გამოიფენება ეს პიროსმანი. პიროსმანი, რომელიც მეტაკლებად ცნობილია ჩემი რაც გავაკეთე იქიდან პიროსმანების თემიდან. აი ჩელენჯიც რომ მიიღო ხო შემოგვიდეს ეს ხათაშორის იდეა არ იყო ჩემი ეს მუნკის კივილიდან ვიღაცამ დალინკა რომ მიიღებ და გამოწვევს ეს პიროსმანის მეთეოზეც მაგრამ ველოდე გავიდა 24 საათი არავინ არაფერი არ გააკეთა და ავიღე მაინც ჩემ თავზე ეს არ ვიცი თუმცა თვითონ ეს პროექტი თავის დროზე დაიწყო როცა აღმოჩინე იპოვე შენ პიროსმანი როცა იყო მაშინ უფრო დაინტერესდი ხო ანუ ეს რაც სპონტანური იყო პიროსმანზე დავწერე რამტყაც ლათინურად და პიროსმენ გამოვიდა ხო და რა წამოვიდა ასე ვინ შეიძლება იყო პიროსმენი და მეთეოზი რომელიც დგას სტატიკურად ძალიან იმპოზანტურ პოზაში ეს იკონოგრაფიული სახე და ანუ ფერები წითელურჯი ნუ გამოვიდა პიროსმენი ყველაზე ესეთი რა სახე და აქედან შეიძლება ითქვას ვეღარ გავჩერდი მომივიდა მე ტარანტინოს ალტერნატიული ვერსია ანუ ტარანტინოს კი არა და უბრალოდ პიროსმანის და აქტრისა მარგარიტას სიყვარული ეს ვარდების ისტორია და რაც შეცვალა ტარანტინოს Kill Bill-ით ეს რა გამოვიდა აი ეს Kill Nico იყო რაღაც საოცრება მე რო პირველად ნახე რა მანამდე ესე გავიგებდი ვისი ნახელა ვიყო აღთვალებული და იმიტომ რომ ვიღაცამ გაბედა რომ ის რო აი ეს რაღაცა სიწმინდეს კულტურულ სიწმინდეს ან ძალიან კარგი და ძალიან სწორია როცა ესეთი სითამამე ეყოფა ვიღაცას სითამამე და იუმორით იმიტომ რომ არ ყოფილა რაც ან დაცინვა რაღაც არ ყოფილა ძალიან მიყვარს პიროსმანი შეძლების დაგვარად რა ცოდნას ვიქნა ხვდები რას წარმოადგენს კულტურული ტრადიციები, ტრადიციები ხო არ არის რაც უნდა არ ვიცი, ავიყვანთ ხელშეუხებელი გავხადოთ, რაც ისეთი ფანეტიში გადავიდეს რაღაცები ან ზედმეტად რა და იუმორით შეხედო ყოველთვის რაც კარგი არის რა. რაღაცა აახლებს კიდეც არა თითქოს ხელახლა. დიახ. აი დაახლოებით როგორც ეხა მე გითხულობდი ერთხელ სტატიას აღარ მახსოვს სამწუხაროდ ვის იყო მაგრამ ეს ბატონი ძალიან სწორად წერდა რომ აი ვიფხისტყავისანი ჩვენ დავასამარეთ იმითი რომ არც აი შეიძლება კომიქსები გააკეთოს ვინ შეიძლება მულტფილმი გადაიღოს ვინ ანუ ამით უფრო მეტ სიცოცხლეს შევძენთ და უფრო იგივე ხა შექსპირის პიესები ხო რამდენი ხალისი და ვარიაცია არსებობს ამ ყველაფერზე და ანუ უფრო მეტი იქნებოდა ალბათ უფრო მეტი სიცოცხლეს შეიძენდა და გადმოვიდოდა რაღაც თაროებით. აი ეს პროექტიდან იპოვე შენი პიროსმანი, სადაც მხატვრებმა ჩაუტარეს ვორქშოპი ბავშვებს.
მქონდა შავი ფურცელი, დიდი საღებავი და რაც უნდა ამ თემასთან ლექციებში უნდა დაეხატა და ერთ-ერთი იყო მინიონი. ბავშვმა ფიროსმაზე რაც მოისმინა ყველაფერი, რატომ დაახატა მინიონი. შავ ფურცელზე და იყო ძალიან კარგი ეს ყველაფერი, რომ გამოფინეთ ეს იდეას მინიონი ბუშტით, წამოვიდა ამ ბავშვისგან. ძალიან კარგი იყო. გამოფინეთ ეს მინიონი მირზაანში მუზეუმში. რა თქმა უნდა და ეს იდეები მოდის აი მართლა ვერ ჩერდები არ ვიცი ყოველი ნამუშევარი მას რაც ახალ იდეას და რა ვიცი კარგი არის ალბათ სხვა შორის არ აქვს ნეგატიური შეფასება იმდენად მე უარეს ველოდი მართლა არა ნუ შეიძლება აი რატო ეხები თქვა საყვარელი ან არ გინდა არ გააკეთო მაგრამ ისე ძალიან არავის არ გავანძღია რაღაც ეგეთი არ მომხდარა ეს ხოჭის მინიონი ძალიან დიდხანს მეგონა მესმოდა როგორც მენინები რომ ამბობდნენ სულ მესმოდა მენინები და ძალიან მეკვირდა რა შუაში იყო ველასკეს და მე რა აღმოჩნდა რომ მე ოჯახს უმცროსმა წევრებმა დამაკველიანეს და ეს მინიონსაც აღიქვამენ ბავშვები და ძირითადად ახალგაზრდებზეც არის უფრო ორიენტირებული იმიტომ რომ რატატუი რაც არის ხარზოვი დღეს ანუ იციან ბავშვებმა და უფრო სახალიძე ხდება იმათვის და არ არის ეს ფიროსმანი, რომელიც მე ბავშვობაში არ მესმოდა გულწრფელად რო თქვა, რომ ვერ ხვდებოდი გულწრფელად ვიტყვი. მეც. რატო? ვისწავლე გავიგე, შემიყვარდა, მაგრამ ყველას პროფესია ხო არ არის ხელოვნებაცოდნეობა, ხშირად უფროსები ვერ იძლევიან ხოლმე პასუხს, რატო არის ეს ფიროსმანი კარგი. არ ვიცი, რას დადებითი მოყვა თუნდაც იმ პროექტს იპოვე შენ ფიროსმანი ბავშვებთან დაუკავშირეს მინიონებთან, რაც აქტუალური გახდა კიდევ ერთხელ სხვა კუთხით. და ამ მიმდინარეობას გვეს სინკრეტიზმი ხო თუ არ ვწდები ესეთ შენაკეთებ რაღაცა სინთეზივით არის როდესაც ნიმუშებს ან რაღაც ცნობილ ნიმუშებს მაგალითად სხვა კუთხით ხედავ რაღაც კოლაჟურიც არის ამ ყველაფერში საინტერესო დარგია პოპულარულიც არის და კარგი ნიმუშებიც აქვს როგორც ეს და ეს არ არის ის რო აი რაღაცა ამას ეს კიდე რაღაცა ახალი იქნება ნუ მე რაღაც ვკითხულობდი ამ თემასთან დაკავშირებით ისევ და ესე რა მოსაზრებებს ეს რა სხვა მოსაზრებებს გამოთქვამდნენ იქ დამთვალიერებლებდნენ რაღაც სხვა არაქართულენოვან სკოლის ხმობ სამწუხაროდ ქართულად იშვიათად მინახავს ხოლმე ისეთი გამართული კომენტარი და ძალიან სამწუხარო რომ ლან სხვა გინებთ არის ხოლმე სავსე და ამ დროს რაღაცა ინგლისურენოვან კომენტარებს რო გითხობ, ყოველთვის იქ არის რაღაც ერთმანეთის პატივისცემა მეტნაკლებად აზრებისა იგრძნობა და ის ერთ აი ამაზე იყო საუბარი, ეს ხო არ არის ის რა რაღაცა პლაგიატი იქ წერდა ერთ-ერთი ძალიან კარგად, რომ ეს არის აბსოლუტურად ახალი, სულ სხვა სურათი იქნება, როცა ეს ორი და ძალიან ბევრი ფიქრობდა ალბათ ხო? ხედვა არის საჭირო ამით და თვითონ ტექნოლოგიურ განვითარებას Photoshop-ი, Illustrator-ი რაც არის მოიტანა. იმიტომ რომ Photoshop-ში მართლა შეიძლება შეცვალო ადამიანები და ანუ ფოტოები შეცვალო, ანუ გარემო შეცვალო. შეიძლება რომ ნამუშევრები შეცვალო ესე რა და სხვა კონტექსტში მოაქციო. და არ არის ამაში არაფერი აღსაშვებელი და არაფერს არ აკნინებ ამით. უბრალოდ რომ მოიტანას, არ ვიცი. არა, ხო, ძალიან კარგია. მე მგონი ლოტრექსა ძალიან მოეწონებოდა თავისი გოგო ტატუთი რო ენახა. დიახ. და მოდი იმაზე ვისაუბროთ, რომ ჩვენ ნოემბერში გვექნება ესე ირინასთან გამოფენა და თბილისის ვიტრინებს ირინას ძალიან კარგ წამოწყებას ამჯერად დაამშვენებს შენი ნამუშევრები და შენ ასევე მოსკოვში მიიღე ფესტივალში მონაწილეობა, სადაც მიწვეული იყო ამის შესახებაც რო გაგვიმხილო. ეს ძალიან უცნაური მომენტი იყო, იმიტომ რომ მანამდე ну საქართველოს სკოლიდან რო ვკეთებ ხოლმე ბავშვს გამოფენებს რაც ახალისებისთვის ანუ მსგავს რაღაცებს ჰქონდა მოწილეობა მიღებული იმიტომ რომ მიყვარდა სუხატო მშობლებმა იცოდნენ და ამიტომ ხელს მიწყობდნენ მაგრამ აქ იყო ძალიან უცნაური ის მომენტი რომ დავდიოდი მუსიკალურ აწლეთში და ეგ ბიოლოგიის მასწავლებელმა გითხრა თუ ინე მუსიკაში კარტო კონკურსი არისო ფონდი არისო საერთაშორისო და შეიძლება მიგიწვიანო და ესე დააყოლა სრულიად ისე რომ თუ ხატავთ კიდევაცო და მე წავდექი და ჩემს სურათები მივიტანე, იმიტომ რომ მუსიკაში ვიცი რაც არ მოვადგენ. ასე რომ გავაგზავნე და მომივიდა მოწვა და მე ამას არ მჯეროდა, რატომ სახშიც არ მჯეროდა, რომ მოსკოვიდან მომიწვეს რაც ჩემ ბიოლოგიის მასწავლებლის ფოტოები მიუტანე ჩემი ნამუშევრები და ესე მოვხდი მიმწვეს მეორე წელსაც. და ვიყავი ორჯერ მოსკოვში. ანუ ეს რა ფესტივალი იყო ეს? ეს არის ბიოკოვის ფონდის საერთაშორისო ფესტივალი, რომლებიც
ეძებდნენ ახალგაზრდა ნიჭიერ ადამიანებს, ასაკობრივი შეზღუდვაც იყო 16 წლამდე. მუსიკოს მხატვრებს ხა? მუსიკოსები, მხატვრები, რაც ანსამბლები, რაც მასშტაბური იყო, არ ვიცი, ბევრი იყვნენ, სხვადასხვა ქვეყნები, 42 თუ 3 ქვეყანა მონაწილეობდა. აი დიდემ ფესტივალების მიორჩენ, აი ყველას აქვს ხოლმე თავის დამოკიდებულება, მithumეტეს ეს ძალიან ახალგაზრდა ადამიანს აზრი არის საინტერესო, იმიტომ რომ მაინც ყველაზე ხშირად მე მგონი მათ უწევთ თავიდან ფესტივალებში მონაწილეობა, მაინც ან ეს თავის დამკვიდრებისთვის ეს საჭიროა, შენთვის საინტერესოა, აი როგორც ადამიანების გაცნობა თუ აი რა მხრივ? გამოცდილება არის პირველ რიგში, რა თქმა უნდა, იღებ ახალი ინფორმაციას, როცა ფესტივალში მონაწილეობ, მithumetes საზღვარგარეთ თუ არა საერთოდ ძალიან კარგია, მაგრამ მე ეს გამოცდილება არ მქონია 16 წლის მერე. არ ვიცი, იმით დამთავრდა. მე ჩავაბარე აკადემიაში, მაგრამ ხელოვნებაცოდნეობაზე გადავედი მეორე კურსთან, რესტავრაციას და ხატვისთვის. იცი რა, ხატო ყოველთვის მინდოდა, მაგრამ მივხვდი, რაც განათლება იყო საჭირო, ამიტომ ვიფიქრე, რომ აკადემიურ ხატვას ყოველთვის გავართმევ ჩემთან თავს და მინდოდა, რაც განათლების მიღება, ან უფრო თეორიული განხრით. და ამიტომ გადავწყვიტე, თეორიულზე ჩავამბარებინა და არა სახვიძე. და ეს 4 წელი ვცდილობდი მივიღო, რაც ამ მხრივ. კეთილი და მე როგორც მივხვდი, შენი ძალიან ესეთ საყვარელი მხატვრების სიას უნდა შეადგენდნენ ედმონ დულაკი, ასევე კონსტანტინ ბრინგუში და ეს მოქანდაკეებში და ფრენკ რინეჰარტი ფოტოგრაფიაში. კი ბატონო, ფოტოგრაფიაში კიდე სებასტიან სალგადოს ჩავამატებდი სიმაკარის, არ ვიცი, ბევრი არიან ესე. და კიდევ განსაკუთრებულად გამოყოფ მაინც ძველ ფრანგულ სკოლას და პოსტიმპრესიონისტებს განსაკუთრებდი, იმიტომ რომ ფერწერის ენა მაინც ძალიან მიყვარს. რაც არ უნდა კონცეპტუალური იყოს და აქტუალური და სხვა, ფერწერის თვითონ ენა მომწონს ძალიან. და მაინც ალბათ გულისხმობაში იმათი კი, შენ და Pinterest-ზე ატვირთულს ეტყობა ყველას, რომ ესეთი უფრო ბევრი ფერით არის გაჯერებული და ბევრი ფერი მოდის იქიდან. რაც განწყობას მოქმედებს და მოსკოვში რომ ნახე გაონფენა, გქონდათ ფანტასტიკური მატისის ნამუშევრები და ვან გოგს. ეს იყო ორი, სეზაინც იყო იქ, მაგრამ თაბეშტილება რამაც მოახდინა, იყო ეს ორი გაუგნებული. არც მონე ვნახე, მონეც ძალიან კარგია რომ ნახავ, ვიცი, ყოველთვის იმპრესიონებს, მაგრამ ამ ორს გქონდა რაღაც წარუშლელი თაბეშტილება და მსგავსი არ გამეორებულ. ძალიან მინდა საზღვარგარეთ ამიტომ წასო, მოგზაურობა, მუზეუმის ნახვა და მსგავსი თაბეშტილების მიღება. ანუ ეს ჩვენი უცხოეთში მიმოსვლა ამით შემოიფარგლა. სამწუხაროდ შემოიფარგლება, ერთხელ ვიყავი, მაგრამ იმ შემთხვევაში გქონდა რაც ანტიკური ბერძნული რაღაც ნაგებობი ვნახე და ეფესი ვნახე თურქეთის ტერიტორიაზე. რაო. რაღაც ისეთი არქიტექტურა იყო, ფრუსტრირებული ხარ, რომ მე თვითონ შენი არ იყო, თუ არ. არ მეყო ჯერ ერთი და მაინც მეტი მინდოდა, არ ვიცი. ძალიან კარგი, მეტი და მეტის ყოველთვის კარგი, იმიტომ რომ მე მგონი რომ მიხდებით რომ კმაყოფილდებიან, მე გოჭივით აღარ ეტონებიან და ბევრი მე აღარ რჩება. ჩვენ ეხა ამ ნაწილში ბევრი დრო აღარ გრჩება, საინფორმაციო გამოშვებას უნდა დავუთმოთ დრო და შემდგომ ისევ გავაგზავნებთ საუბარს მარი გვახარიასთან ერთად. არ გამოტოვოთ კატოს საღამოები რადიო იმედზე. გრძელდება ჩვენი გადაცემა და გადაცემის სტუმარია მარი გვახარია, რესტავრატორი, კულტურის მკვლევარი და მხატვარი და ყველაზე მთავარი მაინც ნუცასდელი. ეხლა დარწმუნებული ძალიან ბევრი გაიფიქრა რომ ეს რაღაც არ გონია მე რომ მთავარი და ერთადერთი ფუნქცია არის დედობა, მაგრამ ეს ძალიან ხალისია ხოლმე, როცა ის რაღაც გარკვეულას აქვს აღწევს, რომ შენ გიწევს, რომ თავი გააცნო გარკვეულ ადამიანებს, როგორც იმის დემ და არა მხოლოდ შენ, მის მეგობრებთან, როცა მიდგება უკვე ერთერთობა, თუ ჯერ ადრეა ნუცასთვის ესე. ცოტა ადრეა, მაგრამ ალბათ მალე. ეს პირველი შოკი არის ხოლმე ჩემი ოჯახის წევრებიდან გამომდინარე შემიძლია გითხრა რომ როცა მიხვდნენ რომ საკუთარ თავი უნდა წარადგინათ როგორც ვიღაცის მამა და როგორც ამაყები იყვნენ მე აქედან გამომდინარე. მოკლედ ჩვენ დავწყოთ მანამ სანამ
ნუცამდე მივალთ და 5 წლის შესრულდება. ნუცა დავიწყოთ მანამდე სანამ შენ იყავი პატარა გოგონა. ესეთი 1000 გვერ დევიდ კოპერფილდის ებური აბდაობდა ეს ჰოლდენ კოლფილდი როგორც ამბობს. და შენ გემეტება რომ ჩვენ გაგვემხილი. კიდევ ამ თემაზე ვისაუბროთ. ვისაუბროთ ჩემ ბავშვობა არ დავიწყებ რო ცუდ პერიოდს დაემთხვა რომ 90-იანი პერიოდი და რაღაცები. ბავშვობაში ძალიან მიყვარდა ცხოველები, რომელიც ძალიან მყავდნენ. ბევრი მყავდნენ უბრალოდ. მიყვარდა რაჯა. ძალიან მიყვარდა რაჯა, მიყვარდა ხატვა და პრინციპში ძალიან კარგი ბავშვობა მქონდა ყველაფრის ფონზე. იცი მან ეს რო არის ჩემ ქართულ და არაქართული ბილინგური აღზრდა ჩვენს ხოლმე თავს ეს TV-ს ზვინი რო არის. დიახ. ეგ ხო ადასტურებს რომ მან რაჭაში არის ნამყოფი. რაჭა ეყარებოდა ნამდვილად. არა მე ჭუმაქრო ეგ არის ნამყოფი და ჩაი დაალევინეს თავის დროს. მე ეს პიროსმანი იყო ალბათ ჩაის თემა მაგიდის თემა არ ვიცი. ხო შეიძლება რა. Bonjour monsieur Courbet. არის კურბეს ავტოპორტრეტი, გამარჯვებათ ბატონო კურბე. იცი აი 91 წლების ბავშვობა მე ვიცი როგორ იყო სტუდენტობა, იმიტომ რომ ამ დროს დაემთხვა, მაგრამ ბავშვად ყოფნა ალბათ კიდევ უფრო რთული იქნებოდა. თუმცა მაშინ ამ საკითხზე არ მიფიქრია, რომ რაღაც მეგონა რომ ძალიან ახალგაზრდა ისე შენ თავზე ხარ დანთქმული და გონე რომ ურად სუდია რა უნივერსიტეტის ბაღის იქით ვერსად ვერ მიდიხართ და არ არის მეტი გაზრდობა. არის ან სამონტი არის რომ მე რო ვიყავი პატარა ისე მძაფრად ვერ აღვქვავდი. სახში ყოველთვის იყვნენ მშობლების მეგობრები, ჩემი მეგობრები და ნუ ერთად გადაგქონდა მხიარულობდი კიდევაც და ნუ მშობლების მხრიდან არ იყო ეს ძალიან გამძაფრებული რა. ყოველთვის ქონდა ნორმალური სიტუაცია რომ დამშტარიყავით და სანთლის შუქსა ჩაი დაგველებთ გიშდებოდი სანთლი თამაშს რასაც მიშლინეს სულ და დამწვარმოს ხელები. ყოველთვის ვადნობდი ზედ რა ჩემეც. არ ვიცი, არ აღვიქვავდი მართლა ასე მძაფრად და ნუ ალბათ ბავშვი ვიყავდი, მიჩვეული ვიყავდი და ჩემი გასართობი ყოველთვის ჰქონდა და ნუ შეძლებდა გვართ ყველას სურვილს იქნება და ხატვა ცხოველებთ რა, ანუ ჩემი რაც მინდოდა იმით მაკმაყოფილებდნენ. და ამიტომ არ განვისდი შუქსოსა მიხარო და ყვიროდით ხოლმე თუ არ იყო და ნუ არ ვიკლავდით თავს დარდით მაგას აი მშობლების არ ვიცი რა გითხრათ. ჩემი თავი რო წარმოვიდგინე ხო იმ პერიოდში და შვილი მყავდეს კიდე არ ვიცი. წარმოუდგენელია ხო. და აი თვითონ ცხოველები რაღაცა მივხვდი რომ ზოოპარკივით უნდა ყოლოდა. ყონდა ყველას თავის სახელი ქონდა, ყველა მიყვარდა როგორც ოჯახის წევრი და ნუ ყველას დარდობდი საშინელად, იმიტომ რომ ნუ დღემდე აწეთი არ მომჩა. რა თქმა უნდა. ეს მე მაკრო ძაღლი და კატით არ ფარგლებოდა ხო რაღაცა სხვა. თუთი ყუშები იყო სისუსტე ჩემი. არც თევზი არ მაინტერესებდა, კატა მყავდა ყოველთვის, მაგრამ თუთი ყუში იყო, არ ვიცი. კერპი მყავდა და განსაკუთრებით აგრესიული თუთი ყუში მყავდა, რომელიც მარტო მე მინდობდა, რატო არ ვიცი, ალბათ გწონდა. ოჯახის წევრად შენ არ გექვავდა ეწყობა მხოლოდ და მინდა რა შეიძლება ჩვენ ხატვა კი ყოველთვის ეს სანთლებით თამაში რაღაცა, მაგრამ მე უფრო ისეთი სერიოზული დაინტერესება როგორ მოხდა შენს ოჯახში იყო ვინმე მხატვრობით გატაცებული ვინმე იყო პროფესიით ოჯახში ამხრივ იყვნენ ისტორიკოსები და მუსიკაცოდნეები სერიოზული პროფესია მუსიკაცოდნეები მუსიკის მასწავლებელი და მშობლები ისტორიკოსები რომელს მუზეუმში გაიცნეს ერთმანეთი ხატვის მხრივ არ ვიცი საიდან გამიჩნდა ესეთ დაინტერესება ალბათ მუზეუმში რო გაიცნობდნენ მშობლები ერთმანეთს ყობა მუზეუმში ცხოვრობდი ოფიციალურად, სკოლის მერე ყოველდღე იქ მივდიოდი და ეგეც იყო ალბათ ძილად, მაგრამ ალბათ ალბომების სახში ასე თვალიერებდი ხოლმე. ეგ იყო ყველაზე კარგი შემძლოს თვალიერება, გადახატო, გადმოხატო და სუფურსლებში და ამაში ვიყავი. და იმ პერიოდიდან რამე ესეთი აი გახსოვს განსაკუთრებული რომ ბავშვებს რაღაც თავიანთი ხედვა აქვთ და
რაღაც რომელიღაც ახატვარი მოსწონთ ძალიან, რომელიღაც მე ძალიან გვიან მოდის მათთან. აი ბოცხი ხა იმ პერიოდში მოგწონდა ამ პერიოდში მივხვდი რომ შენი ბიჭია. იმ პერიოდში მომწონდა ძალიან ეს გოგენი მომწონდა, იმიტომ რომ დიდი ფერადი ალბომი მქონდა და შტერდებოდი ხოლმე იმ ალბომს რო უყურებდი, რომ მეც მე დავკარგეთ, არ ვიცი სად. და მიყვარდა კიდე ეგვიპტეზე და აცტეკებზე წიგნებს თვალიერება ბაბუაჩემს ჰქონდა ბევრი მეცნიერულ ნაშრომი ხატრული ლიტერატურის ნაცვლად ვიქექებოდი ხოლმე მათ რასაც გიშდებოდნენ ვერ ხვდებოდნენ რატო და მიყვარდა ეს კაპიტან კრატიშვილს მერჩინა რომ მე მეცნიერება აკლდამი და რაღაცა მეკითხა არქეოლოგი გამოსულიყავი კიდე მხატვართან ერთად და მე როგორც მივხვდი შენ ხა ძალიან ბევრს უნდა შრომობდა იმაზე რომ გარდა იმისა რომ სამსახურში როგორც მივხვდი ძალიან დაკავებული ხარ იმიტომ რომ ორ ტელეკომპანიაში მუშაობ და გარდა ამისა ემეტება ის რომ იგივე სხვა საქმეები მაგრამ იმდენად დიდი და მრავლის მომცველია ის ინფორმაცია რაც იგივე ან შენ Facebook-ის გვერდზე არის ან Pinterest-ში შენს მიერ ატვირთული არ შეიძლება სხვა დროს არის გაკეთებული ოცა უფრო მეტი მოცალების დრო ქონა მაგრამ ყოველ შემთხვევაში ძალიან ბევრს ეძებ და მეცადინებ ეს სიტყვა ამას არ შეესაბამება უფრო ისეთი რაღაც მაძიებელი და კარგი ცნობის მოყარე ეს სამსაყარეობა არის და სხვა საიტები მადლობს საშუალებას ეს სამსახური და მოუწეობაც იმდენად არ მიშლის ხალხს, იმიტომ რომ მუშაობ კვირაში 3-4 დღე, ამიტომ ჩემი სამსახურის ძალიან მადლიერი ვარ ამ მხრივ, იმიტომ რომ უფრო მეტ დროს ვუწევ ჩემს შვილს და ეს მუშაობ 2 წელია. მამდა სულ ჩემს შვილთან ვიყავი და ეს ინტერნეტი გახდა ისეთი საშუალება, როდესაც შემიძლია შევიჭრე და გამოვიქცე 2 წუთი და ანუ არ მაცდენს არ ჭირდება ჩაშდომა ისეთი რა და შემიძლია თქვათ რაც სერიოზულად დამაინტერესებს აღამოს გადავწიოს როცა დაიძინებს ნუცა და მე დავუთმო დრო თქვათ ინტერნეტს ივცეს ან მეგობრებს ან ძირითადად ცხოვრებას აღამოს ძირითადად მაინც ნუცა არ ჩემთავარს აზრუნავი აი ჩვენ შერო ახლა ირინასთან რო გამოიფინებე შენი ფიროსმანი ესე რომ რაღაც ვიხალისოთ როგორც მან ეს რაჭაში ყოფნაზე არა და კარგი ხალიც ეგ მართლა ესე იყო რაჭაში დღემდე ყოფიან მაგ ისტორიას ამა ყველა რაჭოლმა იცის მასლობე როგორ საღამოს სანახშოზე რო შეიკრიბებდი მაგის მეტი ბეჭერო იყო ჩამოსული გასავს აბა ბაშა და არ მოვიდგინეთ რომ ირინას ვიტრინაში გამოფენის დროს აი შენს გვერდით ვინმე ნებისმიერი ვინ შეგინდა რაჭოლმა ჩაიერა რაჭოლმა ჩაიერა არა საცერად ხა რაჭოლის მანჩასანი ჩვენ სანამ გავიგებთ სანამ იქამდები ამავე ზემოთ ჩვენ ძალიან ზემოთ ვართ და მაგას სანამ შევიტყობთ არა ნებისმიერი ვისთან აი სასურველი ნებისმიერი დროის მხატვარი და ნებისმიერი რანგის მხატვარი რომ შენ გვერდით იტოს იმისი ტილო. არა, ამას ვერ ვიტყვი. კაი ნუ გერიდები, ჩემი ხო კაი რა მოხდა, ხო რომ გინდა რომ ჩემი ტილო იტოს შენს. არა, მარტებს არა, მოთავს ფანტაზია არ ვყოფ. აი მითხარი ხო რომ ეს ტილო გინდა იტოს. დავიცი ახლა ჩემი გეომეტრიული ფიგურები. მალევიჩი მე ვასწავლე, მე ვამეცადინებდი. მაშინ შუქი არ იყო ხოლმე და ესე. კარგი, მაშინ ხელოვნების რომელი ნიმუშის ფლობას ისურვებდი. თუ ეს გერიდები რომ შენს გვერდით მე გამომფინან? ხელოვნების ნიმუშები და რადგან მე ვერ მოგზაურობას ვერ ვახერხებ, ვისურვებდი. თუ ესე გავთამამდებით, რომ აი თითო დღით მაინც ის ნამუშევარი რომ მე ესე მწადია რომ ნახო, იყო ჩემთან ერთი დღე. ბევრი სხვადასხვა. ეს რა კარგი ისე მოგზაური მუზეუმი. კარგი იქნებოდა ერთ დღე მეყოფოდა. არჩელებრივია და ეს თუნ რაჭაში რო მოაწყო ეს გამოკრა. რაჭა ჩემი სიყვარულია. იყოს თქვენი მადლობა. ყველა ეს ხარდის ის არის რომ მე დიდად არ მიყვარს იქ დასვენება ბავშვობაში ძალიან მიყვარდა და დასრულ ასაკში არ და აღმოჩნდა რომ ორი ჩემი ბოლო სტუმარი არის ესეთი შეყვარებული რაჭოზე და ეს ბავშვობიდან მომდგავს რაჭა
და ირაჭეთ ეს ადგილები ყოველთვის მაინც გონია რომ მიუხედავად იმისა დღესდღეობით არ წყალობთ დასასვენებლად ჩასვას ბავშვობაში იყო ყოველთვის დიდი სივრცის წყარო სადაც ეს იყო ადგილი სადაც მარტო გიშვებდნენ და იქ მე იმის კიდევ უფრო შორს მიდიოდი ვიდრე ისინი გიშვებდნენ რა თქმა უნდა და რაჭაში იყო მომენტ როდესაც დეჩემს ჩავყავდით მეგობრებთან ერთად მიდიოდა იმათ შვილებს რომ ჩემი ტოლები იყვნენ და რაჭა იყო ჩემს ერთი დიდი დაუსრულებელი თავგადასავალი და ამიტომ ბავშვებიდან მაქვს ემოცია გამოყველი რომ თავისუფლება თავგადასავალი ბუნება რაც მიყვარდა ცხოველები ყველაფერი ყოველთვის ქონდა და ანუ ძალიან ესეთ საკრალური ადგილივით არის ჩემს და იმედია ჩემი შვილებსაც იქნება აწოლს როხა ხო გაიცნო გადასარევი ბოჭოლა დაუმეგობდა ლეკვი ყავდა ხვლიკები თუ კი რამე ნახა მწერები ყოველ დაუმეგობდა და მან და ეშინოდა ძალიან მიხარია რომ ეხლა აღარ ეშინია არა მე ძირა კიდე მგონია რომ მე მივყავს საუბარი რომ გარდა ამ ყველაფრისა რომ ისინი ეხებიან ამას მართლა ხელით რეალურად ნახულობენ და ამას ილუსტრირებული წიგნით არ უჩვენებ რომელიც ხმებს გამოსცემს ეს ალბათ იყო შენთვის რაღაცა აი შემდგომში რომ მაშინ რომ ვერაცნობიერებ მაგრამ აი ამ დროისთვის უკვე ისეთი კარგი საგზალი რომელიც ჩაგილაგეს შენ და გამომყვეს ყველაფერი კარგი არც სცენარებს ხედავს დროს გრძნობს რომ ცოცხალია სცენარე და ანუ არ არის საგნები უსულო რა ყველაფერი ირგვლივ და ყველასთან აქვს თავის დამოკიდებულება უყვარს ემოციებს იმასაც გრძნობს და არ ვიცი კარგი არის მე მგონი აი სტერილულ გარემოში რო არის დება არ ვიცი და აი უფრო კრეატიულები არ არიან ამ შემთხვევაში ესეთი ბავშვები ვიდრე არიან დამოკიდებულება ცხოვრობთ გარემოს მიმართ ალბათ ადამიანებსაც მოქმედებს რა მომავალში როგორი ურთიერთობები ექნება და მე მინდა რომ ამ კუთხე წავიდე ჩემი შვილი და სტერილ გარემოში და კათამზე რომ იკილოს ეს რა ვნახე არ მინდა უბრალოდ და მე მგონი ამიტომ გადაწყვიტა რომ ჩააბარებს და გამოვა პეპელა დახვთანებულია პეპლებით უნდა ნუ მარის კითხა ნუცამნინ რომ ხო არ არის აუცილებელი რომ ისიც მხატვარი იყოს და როცა მიიღო პასუხი რომ არა გადაწყვიტა რომ ჩააბაროს აიღოს დიპლომი და გახდეს პეპელა რაც მინდა ის გამოვალო მე და ველდება ჭკვიანურ პასუხს ესეც გამართო სადაც მითხრა რომ გავისტები და ჩავაბარებ სადაც მინდა და იცი მეთქი რა გინდა თქო კითხა 5 წელს ბავშვს არ უნდა მეკითხა და ყოველ დღეში არ ვიცი რას პეპელა მინდა ბაჭია მინდა გამოვიდეო ჩვენიერი იდეა არ ჩვეულებრივი არის რაღაცა მაშინ ლუის კეროლისეული ნუ ხო ლუის კეროლსაც რო არ მეგობრა ალისა ლიდლთან არც არაფერი არ გამოვიდა და თვითონ აი რადგან ლიტერატურაშიც გადავედით კი ისტორიული წიგნები უფრო გიზიდავდა მაგრამ საყვარელი უარყოფითი პერსონაჟი ყავდა რომელიმე ამ ისტორიულ პირებს ნუ ისტორიული პირი ან ისე უბრალოდ პერსონაჟი რომელიმე ნაწარმოებიდან მე უფრო მახსენდება მულტფილმიდან თან რადგან უსაზოლაპარაკობთ ეს არის დორი ნემოსციებიდან თუ გახსოვთ ლურჯი ჭორფლებიან თევზი რომელსაც ყველაფერი ავიწყდება გზადაგს რომელიც ძალიან მგავს მე ხასიათო ვიცი რომ აი მაგას საშინელი მეგობარი იმიტომ რომ საშინელად საყვარელია და ეგეთი არასაიმედო ადამიანსაც ვერ დაეხმობით არის დორი ყველაზე საშინელი ის რა ქვია პერსონაჟი ჩემთვის ხო მაგრამ მე ძალიან მომეწონა რომ ნახე ჩემს საყვარელად და მეძახდა ეს პერიოდი დორის ხოდა რომ გავიაზრე მე არ არის ეს დორი სადაც უნდა ენდო რამე დაგეკმო განეწყოს ნდობა აი ყველაფერი რაც უარყოფით ახასიათებს ეგ ახასიათებს ამ დორის რომელიც არის თან უსაყვარლეს მეცერების პრობლემები აქ დორის ხო უარყოფით სულაც არ ვიცი ეს მომივიდა თავში აზრი და თვითონ აი მისეთი მოვჩეთ ხო ფინტელა კომენტიო ნინა გვანიშნებს ასე რომ ნინას უნდა დავემორჩილოთ და ჩვენ მომდევნო საათში გავაგზავნებთ საუბარს მარი გვახარიასთან ერთად. არ გამოტოვოთ კატოს საღამოები რადიო იმედზე. გრძელდება ჩვენი გადაცემა და გადაცემის სტუმარია მარი გვახარია, ჩამოთვლა ყველა შენს პროფესიას, უამრავს რესტავრატორი, კულტურის მკვლევარი, ასევე მხატვარი და ნუ ცესდეტიკო
და ჩვენ ძალიან ბევრ ამაზე ვისაუბრეთ შენს პიროსმანეზე, ასევე მანერო რაჭაში იყო ესეც ხო ორივემ დავასკვენ და დავადგინეთ, მაგრამ რაღაცა ასაკთან ერთად რამდენადაც ბავშვობაში უფრო მარტივია აღფრთოვანება, მე კიდევ აი სტუდენტობისას, თინეიჯერობის ასაკში უფრო მარტივია აღფრთოვანდი რაღაცებით, მე ცოტა ბევრი რო გაქვს ნანახი, თანდათან უფრო ცოტა ჭირს რომ განცვიფრებული დარჩე რაიმეთი და ესეთი ბოლო ხანებში რა იყო შენთვის რომ ოლალა ესეთი ოლალა კაცბრება არ ვიცი ალბათ სხვების ნამუშევრებს რა უყურებ ხოლმე არის მართლა რამდენიმე ძალიან კარგი ხელოვანს არის განსხვავება შევიდა მივიღოს შთაბეჭდილებები თუნდაც ფილმისგან, კარგი ფილმისგან ანუ ვერ ვიტყვი რაც გამიცვდა ან რაღაც გზნობები ან გამინელდა იმიტომ რომ ხატრობა მიყვარს რაც ვიზუალურ ხელოვნებას ეხება ეს ნელ ანუ მაქვს ყოველთვის რაღაც რითაც შემიძლია აღფრთოვან და გამიტაცოს უყურო ვათვალიერო ვეძებო ყოველთვის არის ეს მომენტი არ გამნელებია ჯერჯერობით ხა მაშინ რომელიმე თუ დაასახელებდი ისეც რა შენთვის რაც ისეთი თუნდაც არაგუ ეს ერთი კვირის წინ რაღაცა სულ ბოლო ისეთი ყველაზე ну ჩემი ყველაზე დიდი შოკი ბოლოს იყო ძალიან დიდი ხნის წინ რამოდენიმე წლის წინ ოსტერმაიერის ჰამლეტი რო ნახე ორჯერ ნახე თან გერმანული არ მისმის და მაინც ნახე იმიტომ რომ აბსოლუტურად ისე დინამიკა იყო იქ რომ გაუგნებული ვუყურებდი და ესე გამოკვეთილად ვერ გავიხსენებ თუ თეატრზე კონკრეტულად თეატრი მიუხედავად ანუ ვერ ხვდები ხშირად თეატრში რა არ ვიცი ალბათ კინოში უფრო ხშირად დავდივარ ხოლმე და ბოლო პერიოდში რაც ვნახე ანუ მინდა თქვა ეს ხო სერიალი ფოტოშორის არც ფილმი არც წიგნი რაც მიჩეს მეგობრებო მართლა ძალიან საინტერესო პავიჩის მოთხრობას ვკითხულობ ჯერ დამთავრებია და იქ ფანტასტიკური წიგნი არის მაგრამ რეალურად ბოლო ხანგრძლივი პერიოდია ანუ 10 სერია იყო უყურებდი თვალი ვერ მომწყვიტა და გავაკეთე ერთ-ერთი ნამუშევარიც ამაზე ეს იყო ნიკი მე-20 საუკუნის დასაწყისის ექიმის ისტორია არის ნიუ-იორკში და იმ საავადმყოფოზე სრულიად ფანტასტიკური სოდერბერგის გადაღებული რეჟისორი იყო და არ ვიცი ამ დატოვა შთაბეჭდილება მე გავაკეთე შევანახეთ ბეჰანსაზეც კლაივ ოუენის ძალიან შთაბეჭდილებია ეს ერთ-ერთი ცნობილი სურათი ეს 75 წელს დახატული სურათი იყო და რომ ნახე მე ვფიქრე ნიკმა ყოველთვის შტაბში მოახდინე, მოდი ჩავსო სახეებს ხო და რომ ნახე ისე ჩაშდა გაოგნებული დავში მე წავიკითხე ვიკიპედიას რაღაცაში ვიკითხე და ანუ ნახე რომ ეს სერიალს რო იღებდნენ მიმართეს ერთ-ერთ ყველაზე დიდ კოლექციონერს რომელიც აგროვებდა ფოტომასალას იმ პერიოდის ექიმებზე, საავადმყოფოებზე და ნახე რამდენად მაგრად იყო გაკეთებული ეს ყველაფერი დეკორაციები მე ჩემი მხრიდან მაინტერესებს ამ ტელევიზიაში დეკორაციების რაღაცები ანუ მეტად ვაქცე უკვე ყურადღებას და რო გავაკეთე ეს კოლაჟი მივხვდი განათება პერსონაჟ ტიპაჟები და როგორ ჩაჯდა მე თუ გამიკვირდა ეს ყველაფერი რა არ ძალიან მომეწონდა ჯერჯერობით თავისლებს ყავს ამ სერიალს გავითვალისწინებ აუცილებლად და თვითონ აი შენი საკუთარი სურათებისგან თუ სწავლობ თვითონ რაიმე ეს გეთქვენ ისეთი ერთ-ერთი თანამეფუნჯე პიტერ დოიგის ინტერვიუში ნახე რომ აი საკუთარი სურათებისგან ის სწავლობს მაგალითად რომ აი იმას თუ რაზე მოახდინოს ფოკუსირება რომ მიპოვოს ფოკუსი და აი მოახდინოს ბალანსირება კომპოზიციაში მაგრამ აი ზოგჯერ გავიდეს ჩარჩოებს მიღმა და ნუ გონებასაც გადაცდეს და აი შენ რო უყურებ შენებს რა ურას გეუბნებიან ისინი მე ჩემ პიროსმას დავბრუნდები, იმიტომ რომ ჩემს უცნაური იყო ეს არ ყოფილა არც შეგნებულად არ გავაკეთე არც გამიზნო თავის წამოვიდა და ჩემთვის გახსნა თქვა ეს სფერო და ამით დავინტერესდი და
საინტერესო იყო გახსნა რა ამ ყველაფრის მე თვითონ ის რაზეც გავაკეთე რაც თქვა არ მიზევთ ფერწერა ერთი არის და მეორე როცა საკეთებ Photoshop-ში მუშაობ და აკეთებ სხვისი ნამუშევრების სინთეზს ამაზე არ მიფიქრია არც და გავამიდო მექანიკურად იმიტომ რაც პროგრამები ვისწავლე ამ ვერთობოდი და გართობაში აღმოჩენს რაღაც და თავის კანონზომიერებები აქვს რომელსაც უფრო მე მიუყვები ვიდრე შეგნებულად ვაკეთებ წინასწარ გააზრებული თითქოს თვითონ კარ ნახობს რა და ნამუშევრებზე მე თვითონ ფიქრობ ხოლმე რა გავაკეთე როგორ და რატო ანუ ხშირად მე ვაანალიზებ ხოლმე რა ამ ყველაფერს და არ არის თქვა გამიზნოთ რა დავждე ვიფიქრო და მოდი ახლა ეს შევქნა ხოლმე თქვა მე რაღაცა მიზანი არ მაქვს ხოლმე რა და ხშირად თვითონ კარ ნახოს ნამუშევარი თქვა პიროსმანზე მაგალითად ცხოველები ხო ხშირად ფანტასტიკურები არის ჟირაფი ანუ გასულიერებული აქედან წავიღო ბოსხის სურეალიზმი როგორ დავაკავშირე ბოსმა მოიტანა მინდორი ეს ცხოველები და მან ეს საუზმე მინდორში რომელიც თავისთავად აღმოჩნდა ჩემს უფრო სურეალისტ რატო ზის შიშველი ქალი ორ ჩასმულ მამაკაცთან ერთად და მე ხდი ანუ ჩემს სურეალისტური ანუ რა დამაკავშირებინა ორი სურეალისტო არა ერთ-ერთი სურეალისტი გამოვიდა ხო პიროსმანმა მიიყვანა სურეალისტი ბოსხთან ბოსმა მიიყვანა მანეს რომელსაც არ ვთვლით სურეალისტად მაგრამ რაღაცა იყო ამ სურათში და ჩაჟდა ჩემთვის ეს იყო საინტერესო და ანუ არ ვიცი და აი ეს ქალი ყვავილებს რო კრებს და საერთოდ სხვაგან რო ყავს გადასმული დიახ ეს ყვავილებს არ კრებს ეს ერთი გადაცემა ვნახე და საკმაოდ ისეთ რამს აკეთებს დინარეში არის შესული მუხლებამდე კაბა აქვს აწეული და ეს მანეს რაც გადაცემას უყურე და მაგ პერიოდში ვალდეთ ხარო არც როგორ გქოთ გაწოდა მე თუ იყო გაოგნებული ეს რო აღმართულე ანუ არ ვიცი რატო მაგრამ შედიოდნენ ეს ქალები ასე რა ზღვასაც იყენებენ დღესაც მაგ მიზნით არც თუ კარგად აღზრდილი ხალხი ან კარგად აღზრდილი რომ სახში რო არიან მარტო კარგად აღზრდილები ისეთები არ მეკონა ამ თუ შეხებოდი არა ხომ მეგონა რომ ყვავილებს კრებდა ოსეშიც რომ ნახე ბოთელად მეგონა რომ ყვავილებს არა აკაპიცებული აქვს მუხლებამდე შესული წყალში და ესეთი ახსნა შემოგთავაზა ინტერპრეტაცია ერთ-ერთ კვლევარმა რაც კარგ არხზე და ძალიან კომპეტენტური სახით არ ვიცი. კაცია და გონებოდა მანეა და ქალები რა. ეს ისტორიულად ესე იყო, არ ვიცი. თვითონ არის კვლევარი აკეთებს პასუხს თავის შემოთავაზებულ ვერსიაზე. და მე ჩვენსთან დავესრულებთ საუბარს მე მინდა შენ როგორც ახალგაზრდა ადამიანის აზრი იმაზე ზოგადად ეს ერთი აი ეს ზუსტად მახსოვს დაახლოებით ქართულად ესე გამოვიდა რომ არც ერთი ახალგაზრდა თაობა არ იმეორებს წინა თაობის შეცდომებს იმაზე მეტად ვიდრე მდინარე იმეორებს თავის კურსს თუმცა ახალგაზრდები დაუშვებენ საკუთარ შეცდომებს რომლებიც რამდენად საძეგელი იქნება ამას მხოლოდ მომავალი თუ გვიჩვენებს და შენი აზრით ის ნაკლოვანება რომელიც წინა თაობას ჰქონდა რაღაც ხასიათის თვისება რომელიც ასურველია რომ ჰქონდათ და რატომ არ ჰქონდათ ეს სხვა საკითხია ეს უკვე ერთი ჩემი პროფესორი როგორც ამბობდა ეს საკვლევია მაგრამ მეორე რომ აი თუ კი შეიცვალა ის შენს თაობაში შენ თუ როგორ ფიქრობ აი შეიცვალა ის რაიმე ნაკლი თუ იყო შენს თაობაში თუ კი შეიცვალა თუ კი შეივსო ეს უბრალოდ თაობის ნაკლებს ცოტა გამიჭირდება რამ კონკრეტულად რო გიპასუხოთ იმიტომ რომ არ ვარ მე თვითონ იმას აკის რომ ხვის ნაკზე ვილაპარაკო და თან ვერ გავჭი იმათ თქვათ ნაკლებს ვერ ვიტყვი საიდან მოდის მაგრამ შედეგები ჩვენზე აისახება მაგრამ ვერ ვიტყვი რა შევცვლით იმიტომ რომ იმათზე იმოქმედა იმათო წინ თაობამ და ანუ ეს ყველაფერი რაღაციდან მოდის ეს მიზეზები მე არ ვიცი და ვერ ვიტყვი რა შევცვლიდი რას არ შევცვლიდი იმათში
არა, აი შენს თაობაში თუ მაგრამ შენ იმდენად ისეთი მობიერი ხარ ჩვენ ნაკლოვანებებზე არ ლაპარაკობ შესაბამისად შენ თაობაში გადმოვიდა თუ არა ის ნაკლი ამაზეც უკვე ვერ ვიტყვი ჩემ უფროს თაობას რაც შობლებისგან შეიძლება ვიცოდე ან რაც არც ერთს არ აქვს თქვა ისეთი დალხენილი ცხოვრება რაც რომ ან პერიოდი გამოიარსდა უფრო შეგნებულ ასაკში და უფრო მძიმედ გაინცადეს თუ პერიოდში მოუწია ცხოვრება, ყველაფერი მესმის და ანტო ვერ ვიტყვი როგორ ვიქნებოდი ჩვენ, ან როგორ სავსდიდით შემდეგ თაობას. მაგრამ მაინც იმას ვიტყვი, რომ ყველაფერი გამოსწორდება და ცდილობენ მაქსიმალურად გააკეთო ყველაფერი კარგი. კეთილი. ჩვენ გაცემა დასრულდა, შეგახსენებთ რომ გაცემის სტუმარი იყო მარი გვახარია, რესტავრატორი, ასევე კულტურის მკვლევარი, ნუცას დედიკო მხატვარი და თუკი თქვენ მარის ნამუშევრები არ გაქვთ ნახე, შეგიძლიათ მაშინ ბიჰანსეზე მოეძიოთ მარი გვახარია პირდაპირ ინგლისურად რო აკრიფოთ და გარდა ამისა ნოემბრის ბოლოს აი ესე ირინას ჩემთვის მაინც არის ირინას გალერეა იქ იქნება გამოფენილი window project-ში და ნახავთ მე როგორი ფიროსმანი გამოვიდა. მარი უღრმესი მადლობა სტუმრად მობრძანებისთვის, მადლობა მსმენელს ყურადღებისთვის, გემშვიდობებით უსმინეთ რადიო იმედს. დიდი მადლობა. არ გამოტოვოთ კატოს საღამოები რადიო იმედზე.